ესეც NASA-ს სათამაშო მოედანი. დიახ, აქ ასტრონავტები ვარჯიშობენ ხოლმე, რადგან ვულკანის მიმდებარედ ტერიტორია ძალიან გავს მთვარისა და მარსის ზედაპირს. ტეიდეს ვულკანის გარშემო არსებული უნიკალური ლანდშაფტი ასტრონავტებისთვის მარსის სიმულაციაა. ლავის გაყინული მდინარეები, ქვიშის უცხო ფერი და ვულკანური კლდეები. ზუსტად აქ ვარჯიშობს NASA მარსის მისიებისთვის. ასტრონავტები აქ ტესტავენ ტექნიკას, გადარჩენის მეთოდებს და მომავლის კვლევებს. როცა ამ ლანდშაფტში დგან ფეხს, თითქოს კოსმოსური ექსპედიციის ნაწილი შენც ხდები. ხო მართლა ჩემი რჩევა იქნება თუ ცოტა მაინც შეში გაქვთ ხვლიკების და მსგავსი პატარა საყვარელი არსებების ჩაიცვით დახურული ფეხსაცმელი, რადგან აქ ძალიან ბევრი დარბიან. აქ სეირნობისას შეიძლება ვერც კი მიხვდე, რომ შენთვის საყვარელი ფილმების გადასაღები მოედანიც მოიარე. ტეიდეს უნიკალური ლანდშაფტი მხოლოდ მეცნიერების ყურადღებას არ იპყრობს. აქ გადაღებულია ლეგენდარული ფილმებიც. მილიონი წელი ჩვენს ერამდე, ვარსკვლავური ომები, ძალაუფლების ბეჭდები, სადაც ტეიდე რუნის მიწად გადაიქცა და კიდევ სხვა უამრავი თქვენთვის ნაცნობი ფილმი. ახლა კი მოვედით ტეიდეს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გადმოსახედთან, მირადორ ლა ტარტა, ასე ქვია ამ ადგილს და აქედან ჩვენი ვულკანის ერთ-ერთი ულამაზესი ხედი იშლება. საკმაოდ უცხო სანახავია. მთები ნახეთ როგორ ლეიერებად ჩანს. ძალიან ლამაზია. ხო, კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით, კუნძულზე ჩამოსულებს კალიმა დაგვხვდა. ვინც არიცით, გეტყვით, რომ კალიმა არის საჰარას უდაბნოდან წამოსული მტვერი. რამდენიმე კილომეტრში საერთოდ არაფერი არ ჩანდა და გაგვიმართლა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი კალიმა გაიფანტა და უკვე ასეთი პეიზაჟებით ტკბობა შეგვიძლია. კუნძულის მასშტაბით დრონის ფრენა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩუმად ვიფრინოთ. წესებიც ხომ იმისთვის არის, რომ დაარღვიო.